Gmadlobt. Inebet. Gmadlobt. გამარჯობა ოლო. გამარჯობა. როგორ ბრძანდებით, როგორ იმგზავრეთ? არამიშ. როგორ ხარ? მამა როგორაა? ისე მოერია ახლა? მოიკითხა.
Raga ჩვენი ცხოვრება. ავანტყოფობამ რომ არ მოვკლას, შენზე დარც მაინც ვერ გადავიტანთ. თქვენ შემთხვევას გაუფრთხილდით და ჩემ საქმეს რაღაც ეშველება. მამა სახლშია? სახლშია შვილო, მაგრამ ჯერ ნუ გახვალ, ნუ დაენახվები. ვერიგო. აგერ ვარ კალე. მეჩქარება. დღეს ეს კოსტიუმი ჩაიცვი, კალე. ვეი. აჰა. კაიხოსროვიჩი. დავლადზე უნდა გავათავისუფლოთ. რა მოხდა? მე თქვენი მოადგილე ვარ და ავტორიტეტი უნდა მქონდეს. ანუ მე ამ დავლადზე. კი, მაგრამ ყველას ხომ არ უნდა ეჩხუბო, კაცო. სხვანაირად არ გამოდის, კაიხოსროვიჩი. რა წყობილი საქმე დაღუპა. ქვეყანას რა პირით შევხედოთ? დედაჩემო, რატომ არ გჯერავს, რომ ჩვენი ერთად ყოფნა არ შეიძლებოდა? რატო, გოგო, რატო? ხომ გითხარი? მითხარი, კიდე მითხარი, 1000 ჯერ მითხარი. ჩვენ ერთმანეთის არ გვესმოდა. დაყრდით თუ რა ღმერთი გაგიწყრათ? დაყრდით. შენიცი, მე ჩემი საქმე მიყვარს. აი მაგარ დაგუპა შენ. შენი საქმე. ღმერთო, რა მოიჩემა ეს? რა მაგადააყოლა ყველაფერი ამას? აღარ დედა გინდა, აღარც მამა, აღარც ქმარი, არც ოჯახი. მოიცა, თუ გინდა გაიგო მათქმევინე. იმ კაცის ძვირს ვერ ვიტყვი. ბოლოს ხომ შეეგუა. ხომ არაფერს გეუბნებოდა. ეს გარეგნულად მხოლოდ. თუ არ საქმედურობდა, არ გიშლიდა. გულში რაც უნდოდა ისე ფიქრა. ამისთვის ზანგრიე ოჯახი. შენი საზრით ეს ცოტაა? აბა, გოგო, ოჯახის ზანგრება რა ვარი საქმეა? დიდი უბედურება. მაგრამ თუ ის სინამდვილეში არ არსებობდა? რატო, გოგო, რატო? გეჩხუბებოდა? გაგინებდა? ხელით შეგეხო? დედაჩემო, ჩვენ სხვადასხვა ქვეყანაში ვცხოვრობდით. საცხოვრობ, გოგო, შენ. აქ რო იყავი, მაშინაც სხვა ქვეყანაში ცხოვრობდი. წახრეთი, სად უნდა გესწავლა და თავი სადა მოყავი. რას საპირებ, გოგო, შენ? რას აკეთებ, თუ იცი? ძალიან კარგად რომ ვიცი, რას ვაკეთებ. ამიტომაა, რომ არც მამა ჩემს, არც შენ და არც ჩემს ქმარს, ჩემი არ გესმოდათ და არც გესმით. მე და მამა შენი 40 წელიწადია ერთად ვართ. ახლაც არ ვიცი, სად ადის, რას აკეთებს. ვიცი, რომ ოჯახში მოაქვს, რად გინდა ასეთი მოტანილი? შენ ხარ დამნაშავე. მე ვარ და დამანებეთ თავი. თუ არ დამანებებ, თაკაც არ გაჩერდებ. მე და მამა არ მინდა. მე ის ერთ დღეს ვერ გავძლებ შენ და მამა ჩემი რომ 40 წელიწადი ცხოვრობ. წამოწესდა. ამან დაგხობა. ამან გაგაუბედურა და ეზასტებ. შენ რომ არის სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობ. როგორ გინდა ახლა დედა შენს ეს გააგებინე? ამათთვის რომ ყურიმებ, შენ ახლა ექიმი იქნებოდი და შენი ნი. ეხარ გამოჭენებული იმ სცენაზე. მარე თქვენი ამბავი მოუხევით ქვეყანას და აცინეთ ხალხის და კლოუნებო თქვენ. რატომ სხვაგან არ წავედი? ხომ შემეძლო სხვაგან წავს? ხომ ვიცოდი აქ რაც მელოდა? ამათთან ჩემი ცხოვრება არ შეიძლება. ჩემთვის გასაგებია, მე ვიცი მამები და შვილები, მაგრამ აქ არა რაიმე პრინციპული, არა რაიმე თაობები. არავით არის უბრალოდ მესჩანობაა და გაუნათლებლობა. რაღაცაა საჭირო. რაღაცაა საჭირო. ფარნა, წამიყვანი აქედან. ერთი დღით მაინც, აგერ თეატრში. არა. ეს მამა ჩემს თვლად გადაარევს. ჩვენ მათი საცუდაი მდგომარეობაც ხომ უნდა გავიგოთ. ამათაც თავის დასაქცევი ქვეყანა აქვთ. თავისი წესი და კანონი აქვთ. მაგათ კანონებს თუ უყურებთ ჩვენ? ფარნა. მე ახლა შენზე ახლობელი ადამიანი არ ამყავს. ჩამსვი მანქანაში და წამიყვანი. მომაშორე აქაურობას. წამიყვანე, სადაც არ მკითხავენ, რატომ და რისთვის. შენ ვერ გაიგებ, მაგრამ დამიჯერ ქალისათვის. აი ამ ათხილში გაზრდილი ქალისათვის. ის რაც მე გავაკეთე, ძალიან ძნელია.
ისტორიას არ ჭირდება თავისთან. არაფერი არ მესმის, ფარნა წინ იყურა. რა მინდა ვთქვა იცი? რაც იყო. ფარნა, ის მანქანა აქეთ ხომ არ უხვევს? ისტორია, დღევანდელი და ხვალინდელი ჩვენთვისაა. ხო, გავიგე. ჭირიმე შენი. ფარნა, ის ავტობუსი მგონი გაჩერებას აპირებს. დაეგაჩერდეს. შენ ამბობ, რომ ფარნა, მე ვამბობ, რომ ის რომანი არა მარტო ისტორიულია, არამედ ფრანგულიცაა. ნუ თუ არ შეიძლება რაიმე ჩვენი, ქართული, დღევანდელი პიესა. რაც გვაღელვებს ყველაფერი დღევანდელი. და ის რომ უცხოვრია, არც ეს მაფიქრებს. ეს შენ ერთ რამეს გეტყვი. ეს იქნება ფრანგული ცომი. ფრანგული ფქვილით მოზელილი ცომი. მაგრამ ეს ცომი ჩვენს თონეში უნდა ამოვაკრათ. ქართულ თონეში. ფასად მოიგო. ჭირიმე შენი დაიკო. ოლო დაიკო. ოლო. ვაიმე რა გქნა. ვაიმე რა დიშკდება. ვაიმე. ოლო დაიკო. ოლო. ნუ გეშინი აი ყველაფერი რიგზე გაქვს. ცოცხალი ხარ, შენი ჭირი. დაწნარდი, შენ გეტაცვი, დაწნარდი. ნუ ტირი ხარ. წამოდი ჩემთან. წამოდი შენ. წამოდი შენ გეტაცვი. წამოდი, აი წყაროზე ჩავიდეთ. მოდი. ნუ ტირი ხარ, შენი ჭირი, მე რა. ნუ ტირი ხარ, ჩემო. აი, მომეცი. დავასველოთ. აი ასე. აი. აბა დაიდე. გუჯახარ, შენ რა გითხარი, მე შენ? ღმერთმა გამომიგზავნა, შენი თავი ძმა. გამარჯობა ფარნა. გაგიმარჯოს. რა მოგივიდა? წამოდი ნახე რა დამემართა. კიდე კარგი ბიჭო, ნელა მოვდიოდი. ბეცერა დავჭი. ეს რა მოხსლია გაცა? შენი ამბავი რო ვიცი, თუ მოინდობებ, მხარით ამოიყვან. ოლო დაიკო. იცი ვინ არის ეს? აი ჩვენი თეატრის შოფერი რომ არის, მიტუშა. ხომ იცი? იმის მაგაცია. ჩვენი ძმა კაცი. ბიჭი, ახალია. მომეცი. უკან ვერ გამოაბამდა, როგორ უნდა გაკაჩო ბიჭო. ეს შენი დაიკო. გამარჯობა. მომაწოდე? აღათი ბიცოლას მეზობლად ცხოვრობს სოფელში. ბიჭი, ელა, ბიჭო, რა შვედი? ბიჭო, ცოტა უკან დასწიე, ვერ ვწნები, ბიჭო. ბუჯა! დასწი უკან! ო! გამარჯობა. ახლა კი ახლა. გამარჯობა. რა ვაბრძანდები? რა ვაგიკითხოთ? მამა თქვენი კალისტრატე ხომ ჯანმრთელადაა. დედა თქვენი დარბაისელი დედა. დედა რა ქალია. სახელი არ ვაგონება, ვიცი დარბაგონება. ხო ვერა, ვერიკო. კარგად იქნება. ჩვენს პატრონს რა გაუჭირდება? კალისტრატე ბატონმა და ქალბატონმა ისევ გადავარდა გულიდან. ხო ვერა უნდა თქვას, შვილი მყავსო და თავს მიხედებიო. აგერ კიდე ჩვენი ფარნაო. არა, ჩვენი კი არა, თქვენია, მაგრამ თქვა თქვენი არაა, ჩვენიცა. კი ბატონო. ასე კარგი რო იქნება ადამიანის შვილი, იმიტომ უნდა სულ ყველას
დიდი ჭკუის სამსია მამა თქვენი კალისტრატე და დედა თქვენი. თქვენ ჯვარი გეწერო და ისევ გადამვარდა გულიდან. ვერა. ვერიკო. მისი თავი ღმერთმა კარგად გიმყოფოთ. ნამეტანი დარბაისელი და წინდახედული ხალხი. კი. იშვილეს ბატონო მარა, რა იშვილეს? შვილზე უკეთესი. აბა, მე მადლიანი ხალხი რომ იყო. მისიც მიცა გამჩენ მართლად ქვეყნის უკეთესი. Ოლოლა, Кучасмани да готовая актриса, слушай. რა უნდა თქვა? არაფერს. ძალიან კარგით მიშვილი ყოლიათ, ქალბატონო. გუჯა, ჩემი გუჯა. თქვენი პირიდან მისი ქება ნამეტანია, თუ არა ისე? მამიდა. მუშიაწუხებს ხუმარს. დედა ღმერთო მოკალი, შეგაწუხეთ, ხო? ისე გამიხადა თქვენი ნახო მე თვითონ არ ვიცი რა ვშვები. სახში წამოგზადით შემოდიშვილო. დიმიშვილო და რაც გეკადრებათ ყველაფერო. ჩვენ ას კი ვიცით როგორ გადავიხდით თქვენი ძმისშვილის პატივისცემა. მაშინ სახში წამოგზადით და ის იქნება ჩემი პატივისცემა. გუჯა, ბიჭო, მალე შენ მაგას გეკაკეთებს მაგის მეტი რა იცის? სულ მაგანის ქვეშა შემძრალ. მაშინ აქეთ თუ შეიძლება. მე სოფელი ისე კარგად კი არ ვიცი. ვაიმე, ჭურის თავებზე. რა გეკადრება ჩვენი ღარიბული? ათასშენებელი გვაქვს მარად. აღარ სახლი ახალი მოდის. გუჯა შეუწყოთ არის. დაიწყო და აღარ დაამთავრა. ოქროს ხელი აქვს. უმაღლესი. მაგისთან ინჟინერი მეორე არ იქნებოდა. მე ხარცული შევდეთ, უცხოლო კაცი და აგორებული ყვა ერთია. პარნა! ბატონო, რა ვაკადრო, მარა, თუ გაგეხარდება შეწავედი. გამეხარდება კი არა, ჩემი სული ახლა იქა ამბაკო ბიძიასთან. ამბაკო, ძმაო, ნახე ვინ მოგიყვანეთ. აქეთ. ახლა შეიძლება შეაწუხე. ხო, შევაწუხე. მოვძადით. რა არის? ორშიუა. ხო. ამით ღვინოს ვიღებთ ჭორიდან, აბა. აბა ეხლა აქეთ მოდი. ოლო. ნახე ჭინჭილა. ვიცი. აჰა. აი ხალხი, აი შემოქმედება. აბატონო, ამის გამოჭრა გადახვა ჩემი გუჯა და ხომ ხედავთ, მარანი მოუთავებელი გვაქვს. თქვენ რა მოგეწონებათ, მარა რას არ გააკეთებს მაგის ხელი? შეხედეთ. მამიდა, შეაწუხებ მაგხა. დაგაკვირდ ბიჭო შენ. რა ახლა ამბაკო? ვაწუხებ ამ ხარ? საქმეს მიხედე, კატუშა საქმეს. მობძენ ფიზიკო, მობძენ. აბერტი ჭაშლიკი გამიშინჯი ფიზიკო. აბა ფანტაზია. შევიდე. რა ვიცი, ნამეტანი ჩქარობენ და. იმე, სტუმარი იჩქარებს, აბა მერე რანაირი სტუმრები. აგერ ქალბატონო, აქ არ ჯობია. რძალი რომ ყავდეს, ამის თანასტუმრებს ჭურის თავებიდან გეისტუმრება. კატუშა, ჯოხით არ ჩვენ მიზდენით. დამილი ვიძიკო მაგი დამილია. ჩამჩენია რამე თუ. იცოცხლე. ემას. ჩვენი სარწმუნოა. როგორია? შვენიერი გოგონა. შედა ღმერთმა, აბა ასე უნახავი, რა ვარ, კარგი და გლახა ვერ გავარჩიო. არა, მე მიმკითხავს, თუ არა ამ ქალიშვილს დასაწუნი არაფერი არაა. შენი თანა ქალი რომ ქალზე კაცი ტყვის, სადახუჭული მოიყვას კაციშვილი. მე როგორი ვარცხი და მორიდებული, გავიცინი. მე შეგეტყვი ზოგიერთ გოგოსთან ქუჩაშია გადამდგარი. ორჯერ მეტად კინოში კი არა ნამყოფი. რა ბრძანეთ? ორჯერ მეტად კინოში არა ნამყოფი. გუჯა, კაცი ხარ და ქუდი გხურავს. როგორ შეგაწუხეთ? ძალიან გთხოვთ ამაზე მეც ნოღარ ვილაპარაკებთ. მართლა ოლო. არიან ადამიანები, რომელთაც კეთილის საქმეს სიამოვნებას ანიჭებთ და მადლობელი თვითონ არიან იმათი, ვინც სიკეთის ჩადენის საშუალება მისცა. გონი გასაგებად ვერ თქვი არა? არა, გასაგებია. მაგრამ საქმე არც ასეა. მე ამდენი ვაჟკაცობა არ მაქვს. დედა, მე თქვა მომკარი.
ბაშკაც მაგარია. თუნდაც ასე იყოს, მამიდა. მაგრამ იმ ქალს მე მაინც ვერ ვითხოვ. რა, ბიჭო, ამ ქალს შენი დასაწუნი რა, ანგელოზივის ქალია. არავის არ უწუნობ მამიდა მე. ამის სალაპარაკო დრო და ადგილი ახლა. მეც ეს მინდოდა რომ ემასე. ამის თანა მამიდას მაგისთვის აწყეინებს, კაცი. შენც ადექი და ითხოვე. თქვენი ოჯახის მომავალ რდავს გაუმარჯოს ქალბატონო კატუშა და ბატონო ამბაკო. იცოცხლე ბიზიკო, იცოცხლე. იცოცხლე ბიზიკო, იცოცხლე. გუჯა გუჯა აქეთ მოდით მე პარნა მინდოდა გეძინათ ისვენებდით პარნა აივანზე იჯდა ერთ ადგილზე რა გააჩერეს სკამს მოგიტანდი იჯექით ეს რა გიჭირავს ხელში ეს მე მხატვარი კი არა ვარ, მაგრამ პარნას იქნება კიდან რაიმე პარნას უყვარს ასეთი რაღაცები. მოეწონება? უეჭველად. მაგრამ ეს მეც მომწონს. ჩვენ თქვენი ყანწები და სურათ მოგვეწონა. მე არ ვიცი ეს რას გავს. რაღაცას კი მაგონებს. გზის პირას ბექობზე ეკიდა. რაც მე ამ გზაზე დავდივარ ხან რას მაგონებს და ხან რას. იქვე წყაროა და მანქანაში წყალს ვასხამ. ალბათ გააჩნია რა განწყობილებაზე ხართ არა? ხო, როგორ გონებაზე ვარ. ერთხელ მამიდა ჩემი მეგონა. საოცარი არა. ალბათ მაშინ როცა ძალიან მოინდომა თქვენი დაქორწინება. ალბათ. არა, მარტო ამისათვის არა. მე მიმკითხავს, მაგრამ რას უწონებთ იმ ქალიშვილს? თქვენ რა, მოგწონდის გოგო? მე? აბა საიდან რომ ვიცნობდე? არც მე ვიცნობ. მერე და გაიცანით, მაგას რა უნდა? კინოში არ დადის და. როგორ ზივარ? იყავით. ძალიან ცხელა. აბა, აქ რომ ასეთი პაპანაკებაა, ქვევის ქალაქში რა იქნება? გუჯა, კაცი ხარ და ქუდი გხურავს. ფარნა, აი შენმა მეგობარმა რა მოგიტანა? ნახე? გუჯა. ჭირინე შენ. მომო, დაიკო. აბა მითხარი, რას გაგონებს შენ ბუნების ეს ნახად? იმურჩხულს წმინდა გიორგიმ რომ შუბით განგმირა. სწორია. წმინდა გიორგიმ რომ შუბით განგმირა, ჰა? არა, ძმაო. შენ შოფერი კი არა, ხატვარი ხარ. ნაღდი ხატვარი. იანვარში მე რა გითხარი შენ გუჯა? რა საჭირო იყო ახლა ეს, ა? თურმიშხან უკნება მოგასწა, ბატონო. პარნასა და მიზას მოუკითხა. შესანიშნავად მოქცეულა. მე ვიზია ყველას მოწოდებულ წიქა გვინოს არ ვსვამ. არ სვამს და რა ქნას ახლა. მათქალია. ახლავე აიღეს უფრიდან. რა ბზანა? აიღე. არა ეს ხერხული იქნება. ამ 6 ბოთლს. მეორე 6 მიუდგი და უკანი მიუტანე იმას ვინც. არ გამოვა ლამაზი ბატონო, თორემ დიდი შემოვნები. აიღე. კიმა? ჩკარა. ახლა. ტე. პოდიშ.
ესეც უკლებას. შენ განაცვალე გუჯა. შენ გაგიმარჯოს. აი ეს მესმის. გუჯას ადრეგდელო, ახლა არ დაბლიე. შენ თუ არ გინდა ნუდალევ ძმაო. ყველა პატიოსან კაცს გაუმარჯოს მეგობრებო. გუჯას გაუმარჯოს. გაუმარჯოს მას? ვინც გამარჯვების ღირსია? ჩვენს გამარჯვებას გაუმარჯო. აი გაგიმარჯოს ჩემო გუჯა, იცოცხლე, იბედნიერი. იცოცხლე გუჯა, შენს ვაჟკაცობას გაუმარჯო გუჯა. სანთელი! ყაფლანი არ დამანახოთ. სანთელი იქნება. ახლა აბა ყურადღებით? მოხაზავს. სამი? ავიდა. თქვენ განაცვალეთ, ბიჭებო, თქვენი წიგივე. შენ გაჩა, შენი ხმარ გამოგონა, იცოდე? ორბიშან უგლებას არაფერი არ შეეცება. მაგო კარგად არის. გამოჩენ ბატონო, გამო. ასრულებდა ტელევიზორია. მაგო. Palaferi diyeceğim. Palaferi diyeceğim adam. Turni şalma. Kadayı kadar tavsiye etmeyin ne kadar. Ne olacak? Kumara bir şey ne kadar. Ha? Hayır. Ne yapayım? Tabii bu bayda işikle var. Kuca! Kesmi! Kesmi! Rai! Kata ramo gibida! Ramo yamat! ვის მისდა? არც ხვალამაზე მთელი ქალაქი ილაპარაკებს. არიცა ჩქარა არ დაგაგვიადეს. სადუშვებ კალო, სადუშვებ ამოშაბათ. რა ვიცი კაცო, სადაც უნდა იქცა? შენ კი გატკიცნებული და გარეცხილი მიაგერე. აბა, გაურეცხელზე დაუთეებელი ჩაიცვა. ჩაიცვამს არა, მაგეთ ეხლა რაიკოვის დინებთან ათენებ და აღანებს მაგის მამდე. რა გაკეთებ? სად იყო შაბათ საღამოს, რატომ არ კითხე? არტისტებთან რა უნდა გვიარტისტებ ახლა ჩვენ? ამიდა. მე რა უთხრა, ამ ხელა კაცი ჩემს დათქვაზე და ნარჩებზე გაივლის. დედა, გული მეუბნება, ეს ვიჭი რაღაც უბედურებს. კუბო, მამიდა შენ, კუბო!
კი, მაგრამ მე მაინც მშვენიერი ქალის წინაშე ვარ გამოკეტილ ოთახში. არ შემიძლია გულგრილი ვიყო. შეგიძლია. აი, როცა გიყვარს, სხვა ქალის მიმართ გულგრილი ხარ. ხოლო დაიგო. თავიდან დავიწყო. ვაუ! დავიწყო თავიდან. მოემზადე. სამი. შემოვიდა? იdiot. Diana! უფალი ღმერთი გფარავდეთ. კეთილი იყოს თქვენ. ხელთათმანი? ხელთათმანი რა უყავი? რა უყავი ხელთათმანი? რაზე ფიქრო? რა საფიქრელი გაიჩინე? არა. დღეს თქვენთან მუშაობა არ შეიძლება. თეატრი კი არა ბალაგანი. თეატრში რა გინდა თქვენ? სანთლები ჩაახრეთ, შუქი გამორთეთ. ბატონო ფარო. ეი. სუმერქის ბრალია. რავი, მაგრამ ჩემ გააკეთე. ჩემს არის თეატრი, ვამ გიტარას მოხეთი ალების ყოს. ბიჭო, გამოდი თაგეთი კაშკოტეს ელაპარაკება, იქ გამოდი ბრალია. გამოდი რა გიტარას. ჩვენ შემოქმედება გვინდა. მაყურებელს შემოქმედება ჭირდება. მაყურებელს სუდი შემოქმედება ურჩევნია კარგი ბაზბას. კაცნაგი შემოფრა. აღმაფრენა არ წაიგორძიკებს შემოქმედებას მღელვარება მუდამ თანახვა. მესმის ბატონო კოტე, მესმის, მაგრამ ამათ რომ ვერ გავაგებინო. არ ვიცი როგორ მოვიდა. არ ვიცი ღმერთმა თუ არ იქნება ურთიერთპატივისცემა და დისციპლინა, ისე არაფერი არ გამოვა. დამიჯერეთ, არაფერი არ გამოვა. არა. ბატონო რაინდო. თქვენმა დიდმა ვაჟკაცობამ დამავიწყა ჩვენი სქესის ჩვეულებრივი მოგზალება. მინდოდა მეხილა სრულქმნილი ვაჟკაცი. და ხედავ კიდე. გუჯა. აბატონო.
Ke. Zevaydu. Duşaşı. Ხვალდილიცო და შემოგვიანდება. თუ გინდა სულ მომწამდეს. საქმეს მიხედე. ახლა. კარგად ზამდებოდ. ნუ სწუხდებით, სიგრილე არ დახკრათ, მისაგაცილება. არა ნიშავს, სიცილი არ არის. თქვენი ქალიშვილი ადრე წამით მაინც შემოიხედავდა ხოლმე, დღეს სულ არ გამოჩენილა. დაღლილი იყო შილო, ცოტა თავით დგიოდა. ნახვამდი. გამატარეთ. შენ რატო გამიჩდინე? ქემიყავი ამდეხანს უშვილო და ყოფილიყავი. ის კაცი ჭიშკართან შეხვდა ხომ? რატო მომჭერი თავი? რატო მომჭერი? რა მოგჭრა თავი რა იყო? ქემაინც მამაშენს არ გააგებინო. იმ კაცს უთხარი სახლშია თქვა. მე იმ კაცს არ ვიკითხები, სად უნდა ვიყო? შენ არავის არ ეკითხები. მე მეკითხები? მამაშენს ეკითხები. არავის არ ვეკითხები. რატო გოგო, მე რატო? გზაზე არ მიმლია და აწმით უმეტეს ვერ ვიმლი. ვერიკო. კალი აქ იყო, მე? ვერიკო. აქ იყო, აქ. არა დედა. მე დილის საკეთაა სახლშია შემოსულა. ვერიკო. აქ იყო, კალი, აქ. თუ გინდა სიმართლე იცოდეთ. ატი აწრის ამ სახლში მოსულა. ვაიმე მიშვედე. კალე, შენი ჭირიმე დაწნარდი, კალე. ვაიმე მიშვედე, კალე. კალე, დაწნარდი, შენი ჭირიმე დაწნარდი, დედა რა უბედური ვარ. კალე, დაწნარდი, შენი ჭირიმე დაწნარდი. დედა რა უბედური ვარ. თუ გინდა ბუნების მშვენიერება იგრძნო. შენ თავი მე უნდა იყოს. მე მეაგირა რო არ. ხმადაბლა შეგიძლია ილაპარაკო. ხმადაბლა? კარგი ბატონო. სულ არ მოვიღებ ხმას. სულ დამუჯდი მეთქი კი არ მეთქა. ადამიანთან ადამიანის ყოფნა იმას კი არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც ხელით თუ არ შეეხე, ისე ვერ აგრძნობინებ შენი სიახლოვე.
მოდმი აქვს კაცო ეს ჩემი მადანი. შენი მადანი რას ქვია? რას ქვია და იმას რომ სულ ჩემ მანქანითაა მოდი. მიგვაქვს. სადგინდა რომ არ მიგვაქვს. შავი ოქრო, ა? რომ მკითხო ოქროს ჯობია. სადა ხარ აქამდე კაცო, სა? თერი პიკი არ ჩამოსულა რა. მოდი, სკოლისადა. ესმის. Девушка! Сейчас, минуточку. Дорогие друзья, мы все очень рады, что вы к нам приехали. Я всех вас очень люблю. Девушка, я хочу выпить за ваше здоровье. Спасибо большое. Будьте здоровы. Подойдите, пожалуйста. Минуточку, подождите. Давайте Спасибо большое. Спасибо вам большое. Пожалуйста. Сейчас ее приглашу. Разрешите пригласить вашу девушку? Потанцевать. Благодарю вас. J'étais là jusqu'à 3 heures passées. Quand j'ai vu que tu avais pris ta nuit, j'ai claqué la porte et je suis partie. Je sais ce que tu penses, je sais ce que tu penses, je sais ce que tu penses. Oui, tu penses que j'aurais pu te prévenir. Je sais ce que tu penses, je sais ce que tu penses, je sais ce que tu penses, mais c'est toi qui avais des choses à me dire. Благодарю. Пожалуйста. Большое спасибо. Я вас прошу. Пожалуйста. Меня ждут. Пожалуйста. Я опаздываю, я с удовольствием. რატომ გამოიქეცე? შენ გეჩქარებოდა.
მერტო ჩემო ამრიქს რა გალი? მანქანა უბენზინოთ არ დადის. ახალი ამბავი. აბა რა ვქნათ? არ ვიცი, მე მაგვიანდება. გაგვიანდება? ჩემი ყველაფერი ჩემი მხარია. სახლში არ იცოდნენ რომ წამოხვედი. პარნას თუ გინდა მე ვეტყვი. რას ეტყვი? მითხარი ერთი რას ეტყვი? სახლში არ იცოდნენ. ვინ ფიქრობს ახლა სახლზე ამ პარნაზე? პარნა იმ თეატრის პარნამ თავის საქმე იცის. მე ჩემი საქმე უნდა ვიცოდე. პარნა თეატრი თქვენი საქმეა. მაშინ ვერაფერი გამიგია. ვერც გაიგებ. სადახარ შივაკამდე დროულად მოიხმარე დრო რომ იკიათო ანიკო ჩარა ანიკო სადახარ ანიკო დაშნა მომეცი დაშნა მოასწრებ ყველაფერს მოასწრებ პარნა ღელა ნუ გეშინია შემოგევლო ჩემი თავი როგორ დამაგვიანდა შევკრათ არ ნუ მოიცა იყოს როგორც არის იყოს საწავიდა მადლობთ. დიდი მადლობა. კალე ვიღაცეებია. ვინა? არ ვიცი, არ ვიცნობ. რა უნდა ნეტავი? ამ ხალხს პირველად ვხედავ. გამარჯობათ. გამარჯობათ. დავდაინთ. მადლობა. უთუოდ გაგიკვირდებათ, ბატონო, შეგაწუხ. მე ამ ბაკვარესიზე გახლავართ. ეს შემიდა. მე ერთი კოლმეურნე კაცი ვარ.
იცის მუშაობა. მაო, საქმეზე ილაპარაკე თუ გვერდით გდავს. ბრძანეთ ბატონო. ერთი ვაჟიშვილი მყავს. შოფრად მუშაობს. გადასარევი, ყველა ხომ არტისტი არის ხდება. ხო. ჩემ საქმეს ბატონო. ვინმე ჩემისთანა კაცის დაახლოება დაამშვენებდა. კი, მაგრამ ვერ გამიგია ბატონო, ჩვენ რით შეგვიძლია რომ დაგეხმაროთ? ნეტა ვიცხო, შეხლა მათახმარებას. ბატონო კალისტრატე. ჩვენ ვერ ვზიდავთ თქვენ მოყრობას. ჰა? კალე, გამაგებიე, ვინ არის ეს? რა უნდა ჩვენგან? ჩვენ არაფერი არ გვინდა. ჩვენ არტის ქალიშვილს მოვარეთ თქვენ. რაო? არტის ქალიშვილს მიხედეთ. ვაიმე. კალე. კალე, შენ ჭირიმე. მოიცა კალე. შენი ჭირიმე. კალე დუღელა ახლა. მოიცა თხაფხობი. დალიე. დედა. ანკი კალე. მოიცადე კაცო. დალიე. კალე. ჭირი. დედა რა ბეშმელება. დალიე შენი ჭირიმე. მოიწმინეთ? ეს თქვენ ახართ? გამარჯობათ. აგერ თქვენს მანქანაში დაბრძანეთ. ბოდიში. არაფერს, მიბრძანდეთ. გიცნეს. საკვირველია პირდაპირ მთელი ქალაქი თქვენს თეატრზე ლაპარაკობს. გუშინ ქალაქ კომისარიანმა დაურეკა მამა თქვენს და მიულოთ. თქვენ ახალი ამბავი გქონიათ სათქმელი. ამიტომ არ დაანებეთ იმ ტაქსის მძღოლს ჩემი თავი. ხო. მძღოლზე გამახსენდა. გუჯარიშიძე ცოლს ითავსო, მართალია? კი, მაგრამ მე რომ დავიცოდეთ, თქვენ საიდან იცით? მე საიდან? მაგრამ ფარნას მეგობარია. რატომ მხოლოდ ფარნას? იგი ჩემი მეგობარიცაა. და ის ცოლს შეირთავს, თუ ის არასოდეს უკაცურად არ მოიქცა. თქვენ არ გიგითხავთ, მაგრამ სხვათა შორის მე სახლში მივდივარ. რა თქმა უნდა. ჩემი სახლის გზა მე მგონი თქვენ კარგად იცით. ჩემი სახლის გზა არ ვიცი ისე კარგად. თქვენ არ ხუმრობთ.
სიყვარული ბრძანებობს ბუნების კანონებს და მომავალიც მით მოადუჩებს. ქართულ ქორწილში ხორი წილს ჩაიწერს. გაინაცვლეთ ამათი ბედნიერება. Gamot, Madonna, gamot. Thank you.